ხალილ იცი ამ ცასავით უკიდეგანოდ მიყვარხარ რა არის? მე უსაზღვროდ მიყვარხარ უსაზღვროდ როგორ? უსაზღვროდ ეს ნიშნავს, რომ შენს სიყვარულს საზღვრები არ აქვს. ანუ უსასრულოდ? არა. უსასრულობა ნიშნავს, როცა საყვარელ ადამიანთან ყოფნა არ შეგიძლია. მაგალითად, დედის, მამის. ბიძია ხაფიზი? ისინიც უსაზღვროდ მიყვარს. ძალიან მიყვარხარ. ეს კარგია, მაგრამ ზეინებზე მეფიქრება. რატომ? იმიტომ რომ ოჯახის წინააღმდეგ მხოლოდ საკუთარი ინტერესის გამო წავიდოდა. იქნებ უბრალოდ კარგი ადამიანია და სიკეთის გაკეთება გადაწყვიტა. კარგი ადამიანი რომ იყოს გვეტყო და გაიქეცითო და არა მეწაგიყვანთო. ზეინებს უყვარხარ. ის თითქმის არ მეცნობს. როგორ შემიყვარებდა? რა ვიცი წლების მანძილზე აქ არ იყავი. როცა გეკითხები არ მპასუხობ. ნუ ფიქრობ რომ ვერაფერს ვხვდები. როცა პასუხის გაცემა არ გინდა, მომხიბვლელად იღიმი. ეჭკუიდან მშლის. მაგრამ მითხარი, ზორგზე ნაიარავი რატომ გაქვს? ჭრილობა რატომ გაქვს? არ მეტყვი? ნაიარავი რისგან გაქვს? რისგან? რატომ არ მეუბნები? იასემინ. შენ არაფერს გიმალავ. უბრალოდ არ ვლაპარაკობ არც კარგზე და არც ცუდზე. გესმის? უბრალოდ. ეს რას ნიშნავს? უკეთესი იქნება თუ ამას დროთა განმავლობაში გაიგებ. კარგი, ვფიქრობ, ჩემთვის ასე უფრო საინტერესო იქნება. ხალილ კროსვორდივით ნელ-ნელა ამოგხსნი. ხვალინდელი დღე გათენდება და ზეინებს შევხვდები. მაშინვე მივხვდები უყვარხარ თუ არა. დაუშვათ უყვარ ვარ. რასიზამ მანქანაში არ ჩაჯდები? არა. სამსუნამდე ფეხით წავა. იცი აქედან რამდენი კილომეტრია? მთელი ცხოვრება ვივლი. შესაძლოა უსაზღვრო სიყვარული არ შემიძლია, მაგრამ უსაზღვრო ეჭვიანობა ნამდვილად გამომივა. მშობლებს არაფერი უთხრა, კარგი? კარგი, დამშვიდდი. საყვარელო, რაც შეგეძლო გააკეთე. აღარ ინერვიულო, კარგი? როგორც აღნიშნე, რაც შემეძლო, ყველაფერი გავაკეთე. დროებით. დახვამდის.
დროებით. მიდი. რამე დაგავიწყდა? თარიკ ბეი? რამ შეგაწუხათ? სიკეთით მოვედი აიდანორ. გათხოვილ ქალთან არ უნდა შემოხვიდეთ. რა მოხდა, რამე დავაშავე? თარიკ ბეი, ახლა ვეწადი ამ სახლიდან. მოდი აქ. მიშველეთ. აიდანორ. მოშორდი აქედან. აიდანორ. მოშორდი. ნუ გამაბრაზებ. მიშველეთ. ნუ მაბრაზებ მეთქი. დამშვიდი, გასაგებია? დამშვიდი. დამშვიდი. კარგი. გასაგებია? მომისმინე. შენი ხათრით ამ კითხვას მხოლოდ ერთხელ დავსვამ. თუ არ მიპასუხებ და მომატყუებ, ქმარს თვალწინ მოგიკლავ. შენთვის კი დამიჯერე რამე უკეთეს მოვიფიქრებ. უკეთეს, გასაგებია? გესმის, რასაც გეუბნები? გესმის? ჩემო ლამაზო. გესმის? მიშველეთ. მომგითხარი, არ გამაბრაზო მეთქი. მიდი, იყვირე, მიდი. ახლა იყვირე, რატომ არ ყვირე? გთხოვ. მიდი. მათ კი ვეტყვი, რომ სიამოვნებისგან ყვიროდი. მიდი. არაფერი ვიცი, გეფიცები. არაფერი ვიცი. არ ვიცი. რატომღაც შენი არ მჯერა? კარგი. მომიწევს ერთი სამსახური გაგიწიო. გავიგე, რომ შვილი არ გიჩნდებათ. ძუხვარ. კარგი. შემიძლია ამ საკითხში დაგეხმარო. რა სიტყვი? დაგეხმარო? რა სიტყვი? თქვენი მარშრუტი მზად არის. ზეინებ, შვილო, ტელეფონი დაგრჯა. ყველაფერი ჩავალაგე. ჩანთებს მიხედავ, შევამოწმებ და მოვალ. წადი ნახე. ზეინები ხომ არ მოვიდა?
საყვარელო. უკვე დაბრუნდი? საყვარელო. აქ ვარ, საყვარელო. თარიკ? ჰალილ იბრაჰიმი იპოვეთ. ხალილ იბრაჰიმ. იასემინ, ნუ გარბი ხარ. ხალილ იბრაჰიმ. ხალილ. იასემინ. იასემინ. იქით მოძებნეთ. ხალილ. შეჩერდი. იასემინ. ხმა მოიღე, იასემინ. ხმა მოიღე. მე გაგაფრთხილე. იასემინ. იასემინ, თვალი გაახილე. გთხოვ, გონსმოდი. იასემინ. გთხოვ, ადექი. იასემინ, გთხოვ. იასემინ. ადექი, მიპასუხე, გთხოვ. გემუდარები, გთხოვ. იასემინ. გთხოვ, თვალი გაახილე. აქედან წავიდეთ, იასემინ. შორს წაგიყვან. გესმის, საყვარელო? იასემინ. ადექი. გთხოვ, ადექი, ძვირფასო, გთხოვ. გთხოვ, იასემინ. გთხოვ. იასემინ, გთხოვ, თვალები გაახილე. იასემინ, გთხოვ. იასემინ, გთხოვ. თვალები გაახილე, გთხოვ. გთხოვ, თვალები გაახილე. სად იყავით ზეინეფანი? თქვენზე ძალიან ნერვიულობდი. ზეინებ. შვილო. ზეინებ, რა მოხდა შვილო? ასე ადრე რატომ მოხვედი? რა მოხდა? მოიცადე ზეინებ, რა მოხდა მითხარი? ხალილ იბრაჰიმი ქვის ხიდთან ახლოს დამინახა. ხელი დამიქნია და მითხრა რომ მოდიოდა. შემდეგ ყვირილის და იარაღის გასრული ცხმა გავიგონე, კატასტროფა მოხდა. იმ გველი თარიქის შვილი. უდანაშაულოები იპოვა და არ დაინდო არა. არ ვიცი დედა. შემეშინდა და გადამოწმება ვერ გავბედე. ვინმემ დაგინახა? არ ვიცი დედა. გამარჯობა კაპიტანო. გამარჯობა მეგობრებო. კაპიტანო, 4 ადამიანი მოკლეს, 3 აქ, 1 ცოტა მოშორებით.
ერთ-ერთი იმ ადამიანის შვილია, ვინც ჩვენს რაიონში მოვიდა. თარიქ ლეტო. ფაქტია, ამის გამკეთებლები პროფესიონალები არიან. მეოთხე ცხედარი სად არის? იქით. წამოდით. İçinde kekli köfte, dalda kızıl ot biter. İçinde kekli köfte, Tarik. eşkıyadan da beter. Son be Halil İbrahim. Tarik. Tarik sraçirs. Mokles. Kıvırcık saçlarına, kar düşmüş uçlarına, dağın yamaçlarına. Yaslan be Halil İbrahim. Kıvırcık saçlarına, kar düşmüş uçlarına, dağın yamaçlarına. Yaslan be Halil İbrahim. ვინ არის ეს ჰალილ იბრაჰიმ ქარასუ? Kimdir? ჯარისკაცი? მეთაური? ერთმა კაცმა 4 შეიარაღებული ადამიანი მოკლა. როგორ მოკლა? Alt etmiştir. Derede su durur, dal köprüler kurulur. Derede su durur, daldan köprü kurulur. El yerine vurur, aslan be Halil İbrahim. Aslan be Halil İbrahim. Kıvırcık saçlarına, kar düşmüş uçlarına, dağın yamaçlarına. Yaslan be Halil İbrahim. Kıvırcık saçlarına, kar düşmüş uçlarına, dağın yamaçlarına. Yaslan be Halil İbrahim. Müfreze dağı sarar, dağda kaçar kılar arar. Müfreze dağı sarar, dağda kaçar kılar arar. Geçit vermez kayalar, hızlan be Halil İbrahim. Hızlan be Halil İbrahim. Kıvırcık saçları ჩემი შვილი შენ მოკალი. შენ. ამისთვის ციხეში ამოუპები. ციხეში ამოუპები. ჩემი შვილი ცივი მიწისთვის როგორ გაიმეტე? როგორ? შენ მოკალი ჩემი შვილი. saçlarına, kar düşmüş uçlarına, dağın yamaçlarına. Yaslan be Halil İbrahim. ჰალილ იბრაჰიმ. გისმენ მამა მუზაფერ. ეს რიзвან ლეტოს გაკეთებულია. როცა ჩვენთან მოვიდა, ხომ იცი, იასემინზე სასტიკად ლაპარაკობდა. Ağır konuştu bilesin. სანამ ცოცხალი ვარ. სანამ რიзвან ლეტო იცოცხლებს. ყოველ დღე ვაიძულებს საკუთარი შვილების გამო დაიტანჯოს. შვილებს ყოველთვის ასხოვებდი რიზვა.
ყოველთვის. Nedime'nin çocukları ეს ჰედიმე შვილები არიანო. და ის ვინც გამუდმებით მოწყენილები იყვნენ, ჩემი შვილები იყვნენ. ასე როგორ შეიძლება ასეთი რამე თქვა? ჩემი შვილები არასდროს განმისხვავებია. ასხვავებდი. არ ვანსხვავებდი. ayırdı. კი, Zeynep'i ზეინები განასხვავე. ფიქრეთი, თუნჯაიც კი მიიღე. ayırdın sen. ბავშვებო, გამოდით, სუფთა ჰაერზე გავიდეთ. წამოდით. მაგრამ შენი ბრალი არაფერია. შენი ბრალი არაფერია. ყველაფერი ნედიმეს გამოხდება, მისი ბრალია. ჩვენი ყველა უბედურების მიზეზი ყოველთვის ის იყო. ახლა გაიხაროს იმით, რომ ჩემი შვილი მკვდარია. ჩემი ლამაზი თარიქი. ჩემი თარიქი. Tanrım benim ნედავ. შობელ მამას რომ ყვარებოდა, görseydi მაინც სხვაგან წავიდოდა. başka yerlerde arar mıydı? მოდი ჩემთან. თარიქი არ მოკვდებოდა ვინმესთვის ზიანი რომ არ მიეყენებინა. გული არ მწყდება, Daha üzülmedim ama. მაგრამ იასემინი ახალგაზრდა გოგოა. Ah canım benim yazık oldu. ახლა ხალილ იბრაჰიმს რაელის. რაელის? ლევენტმა მის მოსაძებნად ხალხი გაგზავნა ალბათ, დილამდეც არ აცოცხლებენ. გამომართვი. Açın bozuldu yaşa. ნორმალური ცხოვრება არ გვეღირსება. ყოველთვის შურიზიების წყურულით ვცხოვრობთ. მართალია. ყველა ერთნაირია. ასეთი ხასიათი აქვთ. ასიეთ ზუსტად ასეთი არ არის? ჯანდაბა. დედა, იმ ლევენტისგან თავი როგორ დავიხსნა? ჩემო საყვარელო, არიდირო. არიდირო. ყველაფერს დავთმობ. ოღონდ შენი ცრემლი არ ვნახო. ჩემო ანგელოზო. თუნდაც ხალილ იბრაჰიმი მიწამ ჩაყლაპოს იპოვით, მოკლავთ და მის მოღალატე გულს აქ მომიტანთ. ეს საქმე მანამდე დასრულდება, სანამ თარიქს დავკრძალავთ. გასაგებია? კარგი ძმაო ლევენტ. თემელ. სად იყავი თემელ? ნერვიულობდი. იასემინი მოკლეს ედაჰანი. იასემინი? ხალილმა ვერ მიუსრა. რომ მიესრო იასემინს გადაარჩენდა. მაგრამ ვერ მიუსრა. ის ნაბიჯვარი თარიქი. ის ნაბიჯვარი თარიქი და 4 მისი კაცი ჰალილ ბეიმ ადგილზე მოკლა. ყველა მკვდარია? ჩაძახულდნენ ედა. რა ვერ გაიგე? და იმ ლეტომ ლეთოლარ იასემინი და ხალილ იბრაჰიმი როგორ იპოვეს? ეგ არ ვიცი. მხოლოდ ერთი ვარიანტი არსებობს. ზეინები თარიქ ლეტოსთან შეკრული იყო და მახემან დაუგო. როგორც ჩანს ასეა.
თემელისთვის არაფერი მithქვამს და შენც თურანს არაფერი უთხრას ემა. ფიქრეთ ლეტო არა? ფიქრეთ ლეტო. დაბრძანდით. მოკლული თარიქის ძმა ხართ ხომ ასეა? დიახ. ვიზიარებ. მადლობა. ბოდიში დროთა განმავლობაში ყველას გაგიცნობთ. არა უშავს. თქვენც უნდა მაპატიოთ კაპიტანო, ბევრი საქმე მქონდა და ამიტომ მოსალოცად მოსვლა ვერ შევძელი. ხომ ხვდებით სამძიმრები გვაქვს. ჰალილ იბრაჰიმ ქარასუს წარსულის შესახებ მკითხეთ. თქვენს მტერს არ იცნობთ? ქიფრეთ ბეი. აქედან მრავალი წლის წინ წავიდა კაპიტანო, ამიტომ მასთან არანაირი კავშირი არ გქონია. თქვენ კი ამ კვლელობას პროფესიონალის ჩადენილი უწოდეთ და ამიტომ დავინტერესდით, ვინ არის ეგ იბრაჰიმ ქარასუ. ჰალილ იბრაჰიმ ქარასუს უფთა კრიმინალური წარსული არ აქვს, წითელზეც კი არ გაუვლია. როგორც უკვე გითხარით, ჩანაწერებში უარყოფითი არაფერია. დარწმუნებული ხართ, რომ თარიქ ლეტო და მისი მეგობრები ამ ადამიანმა დახოცა? დარწმუნებული ხართ? დარწმუნებული ვარ, კაპიტანო. შეიძლება პოლიციას ჩანაწერი არ აქვს, ბოლოს და ბოლოს ეგ კაცი სტამბოლიდან ჩამოვიდა. იქნებ იქ აქვთ. შინაგან საქმეთა სამინისტროშიც მოვიკითხეთ, როგორც უკვე გითხარით, სუფთა. დაზვერვის ჩანაწერებში? დაზვერვის განყოფილების ხელმძღვანელს ვთხოვეთ, ისიც გადაამოწმებს. დიდი მადლობა. მადლობთ. ფიქრეთ ბეი. თქვენთან ერთი სათხოვარი მექნება. რა თქმა უნდა, გისმენთ. როგორც ხვდები, ლეტოს ოჯახი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანია ამ ტერიტორიაზე. დიდი მწუხარება გეწვიათ მესმის, მაგრამ ამ საქმეს სამართალდამცავი ორგანოები მიხედავენ. ძლიერი ჟანდარმერია გვყავს. სამართლიანობა იზეიმებს, მაგრამ თუ ეცდებით სამართლიანობა თვითონ აღასრულოთ, იცოდეთ, რომ ამის უფლებას არ მოგცემთ. ჩვენ სახელმწიფოს ვემორჩილებით, პრობლემები არავისთან გვაქვს. დიახ, ჩვენ სახლში მწუხარებაა, მართალია, მაგრამ დარწმუნებული იყავით, რომ როგორც თქვენ, მეც ძალიან მინდა ეს საქმე მალე დასრულდეს. და ამის ერთადერთი გადაწყვეტილება ის იქნება, რომ ჰალილ იბრაჰიმი დააკავოთ, ცოცხალი ან მკვდარი. ძალიან გთხოვთ. თქვენი ნებართვით? შემოდი. უფროსო სერჟანტო, იმისთვის რომ იბრაჰიმი დავიჭიროთ, ჯერ მისი მტრები უნდა გავიცნო. ვინ არის ლეტოს ოჯახი, რამდენი არიან, რა საქმიანობენ, მინდა ყველაფერი ვიცოდე. გასაგებია? როგორც მიბრძანებთ, კაპიტანო? შეგიძლია იყოს თქვენი მოსვლა, ფიქრეთ ბეი. გუშინ შენ და ზეინების საწახვედით ჩოთა. არსად წავსულვართ, ფიქრეთ ბეი. მითხრა, რომ არსად წასვლას აღარ აპირებდა და სახლში გამიშვა. მოხდა რამე? შემოვლო. ზეინები ხომ გიყვარს ჩოთა? ერთი წუთითაც არ დავფიქრდები მის გამო თავს ისე გავწირავ, ფიქრეთ ბეი.
მე და ჩემი ცოლი ყოველდღე მის გამომვლოდს ვუყობთ. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ თქვენი და არა, უბრალოდ ნამდვილი ანგელოზია. ის რომ არა, მე და ელიფი როგორ დავქორწინდებოდით. თუ ჩემი და ასე გიყვარს ამიერიდან მისი ყველა ნაბიჯი უნდა შემატყობინო. შევთანხმდით? მოხდა რამე ფიქრეთ ბეი? შოთა გაიგონე რაც გითხარი. შევთანხმდით? როგორც მიბრძანეთ ფიქრეთ ბეი? ზეინებ? დიახ, ძმა. ჩემთან წამოდი. რამე მოხდა? არა დედა. წამოდი. ძმაო, რა მოხდა? წამოდი, წამოდი. ძმაო, რა მოხდა? არ მეტყვი? ზეინებ, წამოდი. ძმაო ქადინ, მარტო დაგტოვე. ძმაო, მოდი აქ. გუშინდილით სად იყავი? სახლში. შუადღით? ვერ ხვდები, რატომ მეკითხები, ძმაო? ერლითაში რას აკეთებდი, ზეინებ? ვინ გითხრა? ზეინებ, ნუ გამაგიჟე. შენთვის აქამდე არასდროს მიწყენინებია, არასდროს მიჩხუბია და შენზე ხელი არ ამიწევია, მაგრამ ჩემს მოთმინებას ნუცდი, თორემ სერიოზულად ვიჩხუბებთ. ერლითაში რა გინდოდა? ვიცოდი, რომ თარიქი რაღაც მსგავს ჩაიდენდა. არ მინდოდა ვინმე დასარალებულიყო. ამიტომ ხალილ იბრაჰიმს ვუთხარი. ვუთხარი, რომ ერლითაში წასულიყვნენ და იქიდან სამსუნში წავიყვანდი. თარიქი უკან გამოყვა და გაიგო, სად იმალებოდნენ, არა? ძმაო, არ მინდოდა სისხლი დახრილიყო, მათ გადარჩენას ვცდილობდი. ვინ გადაარჩინე, ზეინებ, ვინ გადაარჩინე? თარიქი მკვდარია. იასემინი მკვდარია. Yasemin öldü. ამის შესახებ შენს გარდა კიდევ ვინ იცის? დედამ და დეიდა საქინემ. შეიძლება და ელიფისთვის ეთქვა. სხვა მარავინ. ყოჩახ, მთელ გვარს უთხარით თუ გინდათ. ღმერთო ჩემო. მითხარი რომ შეტყობინება გაუგზავნე. შეტყობინება ვის გაუგზავნე საყვარელო? თემელს. მაგრამ იქ არ ყოფილა. შეტყობინება არიფმა მიიღო. მისმინე ზეინებ. ამ თემას აქ დავხურავთ, მაგრამ უნდა დამპირდე. ამ საკითხში ამის შემდეგ არასდროს ჩაერევი გასაგებია? გესმის? აღარასოდეს. შევთანხმდით, ზეინებ? პირდები? კარგი, პირდები. ახლა მეორე სახლში უნდა წავიდე. ნავიგაციაში მარშრუტის ისტორია უკვე წავშალე. შენ კი დედას უთხარი ეს ამბავი საერთოდ დაივიწყოს. შვილო, რა მოხდა? შენს მას რა უნდოდა? გაიგო, რომ ერლითაში ვიყავი. როგორ გაიგო? ჩვენ გარდა არავინ იცოდა. მანქანის ნავიგაციით. იმედია არავის ეტყვის. არა, არ ეტყვის. შვილო, გთხოვ, ამ საქმეში აღარ ჩაერიო. ჩემო ლამაზო. გეფიცები, ყოჩა ხალილ იბრაჰიმს. ყველა ერთმანეთის მიყოლებით ჩააძაღლა. ამ ლეტოს ოჯახის გამო ცოტა რამ ხომ არ გადავიტანეთ, არა? არებ გიაყოფა სისულელეები. არა, დიდი სპილოს დამარცხება თაგვსაც შეუძლია. თან ხომ ხედავ ღმერთის ნება როგორია? როცა ვინმე ახალი მოდი შეუძლია ყუდაბზიკებს თავისი ადგილი მიუჩინოს.
ხსმაო. გამარჯობა, გამარჯობა. გესმენთ ფიქრეთ ბეი. ვიზიარებ თქვენს მწუხარებას ფიქრეთ ბეი. მადლობ. და ღმერთმა ჯანმრთელობა არ მოგაკლოთ. ღმერთმა გამძლეობა მოგცეთ. მადლობთ. ჩვენ ყველა ამ მიწის შვილები ვართ. ერთი ქალაქიდან და შესაბამისად ერთმანეთის ნათესავები გამოვდივართ. არსებობს კარგი დღეები, მაგრამ არსებობს ცუდიც. ჩვენ, როგორც ოჯახმა, არაერთი შეცდომა დავუშვით. ბოლოს და ბოლოს ყველა ადამიანი ვართ. მაგრამ ჩვენგან საქმეშიც ბევრი სარგებელი მიგიღიათ. საპირისპიროს დამტკიცება არავის შეუძლია. ეს ქარადენიზია? ქარიშხალი ბოლოს მაინც დაიწყება. მაგრამ იმ ქარიშხლის დასამშვიდებლად ძალიან ბევრი სიცოცხლე განადგურდება. ძალიან ბევრი სიცოცხლე ჩაქრება. ეს ჩემზე კარგად იცით. მინდა გითხრათ, რომ გადაეცით ჰალილ იბრაჰიმს. წავიდეს და პოლიციას ჩაბარდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს საქმე სრულიად სხვა მასშტაბებს მიიღებს. არ მინდა რომ ამ მიწაზე უფრო მეტი სისხლი დაიღვაროს. არ მინდა უფრო მეტი სისხლი ვნახოთ. მაგრამ თარიქ ლეტოს მკვლელობის შურისძიების გამო მხოლოდ თარიქ იბრაჰიმი არ დაზარალდება. ამიერიდან ჰალილ იბრაჰიმს დასაკარგი რა აქვს თქვენ რომ დაგიჯეროთ ფიქრეთ ბეი? მას არავინ დარჩა, მაგრამ თქვენ ხომ მყავთ? თქვენი საყვარელი ადამიანები, თქვენი ცოლები, მეგობრები, დები, დედები, მამები. არ მინდა ამ ხალხმა ციტიროს. ახლა კი ადექით და ჩვენს დაკრძალვაზე მოდით. და ყველამ დაინახოს, რომ ჩვენს მწუხარებას იზიარებთ. თითოეული, ვინც ჩვენს დაკრძალვაზე მოვა, ჩვენი მფარველობის ქვეშ იქნება. და თქვენს მეგობარს გადაეცით. გზა, რომელსაც ის დაადგა, ძალიან სახიფათოა. სხვა გამოსავალი არ არსებობს. წავიდეს და პოლიციას ჩაბარდეს. ახლა კი კარგად იყავით. საკუთარი სიცოცხლის გარდა დასაკარგი არაფერი გვაქვს, მაგრამ შენ შეიძლება დაკარგო ფული, სახლი, სიმდიდრე და პრესტიჟი. თითქოს იმაზე ღელავთ, რომ ჩვენმა დედებმა არ იტირონ. ფიქრეთ ბეი, ამ ქვეყანაში ჩვენი დედები არავის გაუმწარებია მამა თქვენის, მისი ბაბუის და მისი დიდი ბაბუის გარდა. არიფ. მე გითხარით რაც მინდოდა. ვინც მოისმინეთ მოუყევით იმათ, ვისაც არ მოусმენია. დანარჩენი უკვე თქვენი საქმეა. ამ თემას ზედმეტად რატომ ეხები, არიფ, რატომ? Dağda kızıl ot biter, içinde keklik örter. Dağda kızıl ot biter, içinde keklik örter. Eşkıyadan da beter, san be Halil İbrahim, san be Halil İbrahim. Kıvırcık saçlarına, kar düşmüş uçlarına, dağın
შვიდად, დამშვიდდი. შვიდად. ვინ არის აქ? მე ვარ. ჰალილ იბრაჰიმი. გაჩუმდი ადამიანის ხმა გამაგონე. ვინ ხარ რა თქვი? ჰალილ იბრაჰიმი. შვილო, ჰალილ იბრაჰიმ. მოხვედი? გაჩუმდი რა გაყეფებს? ბიჭი სტუმრად მოვიდა. ჰალილ, რა მოხდა? რა სახე გაქვს? მოგიყვები. ყველაფერს მოგიყვები. შემოდი, შვილო, შემოდი. მისმინე ჰალილ. მთელი ეს გზა ფეხით გამოიარე? შეგეძლო ბიჭებისთვის გეთქვა, მოგიყვანდნენ. შენს თავ შეხედე, ისეთი დაღლილი ხარ, სიარულის თავიც არ გაქვს. მომეციე ზურგჩანთა. შიგნით შევიდეთ ღუმელთან. ტანსაცმელი გაიხადე, დაისვენე. ისეთი სახე გაქვს, რომ კაცი იფიქრებს, სადაცაა მოკვდები. ჯერ ამის დრო არ არის ოსმან, ამის დრო არ არის. მომისმინე ხშია? სახლში განსაკუთრებული არაფერი მაქვს, მაგრამ რძედაპური მაქვს. შეგვიძლია ვჭამოთ? შემოდი. მოდი. საღამო მშვიდობისა. ვიზიარებ თქვენს მწუხარებას დედასი. და იმ მეგობრები ჯანმრთელად გყავდეს. მამა. შეიძლება ვილაპარაკოთ. საუბარი რასაც არ უნდა ეხებოდეს, ჩემი თანდასწრებით მოხდება. ახლა არ შეიძლება ბავშვების თანდასწრებით, დედა. აქ ბავშვები არ არიან, მათი ძმა მოკლეს, ბავშვობა დასრულდა. პოლიციის განყოფილებიდან ბაზარში გამოვიარე. კაფეში შევედი. რა მიზნით? ის უთხარი რაც საჭირო იყო. უთხარი რომ ყურადღებით იყვნენ. მეცაც ვეთყოდი, მაგრამ ახლა ხალხის ჩვენს წინააღმდეგ განწყობა არ ღირს, მამა. ამიერიდან 1000 სიტყვიან, ერთმა შეცდომამაც კი შეიძლება ყველაფერი გააფუჭოს. ხო, და ფიქრობ ძალიან კარგად გაიგეს, რისი თქმაც მინდოდა. დიდი ალბათობით ჩვენს მხარეს დადგებიან. კაპიტანიც ჭკვიანი კაცი ჩანს. ჩემი აზრით ყველაფერს გააკეთებს, რაც საჭიროა. კარგად მოგიფიქრებია, ფიქრეთ. აიშე და თუნჯაი წაიყვანე. წადით. მე აქ დავრჩები. კარგი, მამა. ღამე მშვიდობის. ფიქრეთ. თარიქი კი არა. თუნჯაი რომ მომკვდარიყო. მაშინაც იგივეს გააკეთებდი. რა თქმა უნდა, რატომ ეკითხებით? რატომ კითხეთ? ისე უბრალოდ დავინტერესდი. ღამე მშვიდობის. ფიქრეთ. იმ რეშიც უთხარი, ან თვითონ ვეტყვი და თან გაგაცილებთ. წამოდით. მედი. მედი. ღამე მშვიდობის. რეშით. გისმენთ რიზვან ბეი. როცა დაკრძალვაზე ვიქნებით, იესუფის კაფეს ცეცხლს გაუხსნი. ის, ვინც ჩვენს დაკრძალვაზე არ მოვა, ამისთვის პასუხს აგებს. ასევე ეს ამბავი ჰალილ იბრაჰიმამდეც მივა, რადგან მთაში ავიდა უკან ჩამოსვლის მიზეზიც ექნება. როგორც მიბრძანებთ, რიზვან ბეი? ამაღამაღ დავრჩები, ფერმაში წადი. გასაგებია? გასაგებია, რიზვან ბეი. წადით, ღამე მშვიდობის. მანქანები მოამზადეთ. ვერ ხვდები იმ არამზადა თარიქმა თქვენი პოვნა როგორ შეძლო. ალბათ ზეინებს გამოყვა. ხო, სხვა არაფერი მაფიქრდება. თავში აზრად სხვა არაფერი მომდის. ზეინები კარგი, კეთილი გოგონაა, მაგრამ
როგორც ჩანს, ასი ეს ნათესავ ლევენტზე ნიშნობის შემდეგ ისიც შეიცვალა. ადრე თუ გვიან ვაიძულებ ამისთვის პასუხი აგოს. კარგი, ახლა ამაზე ნუფიქრობ, უნდა დაისვენო. მიდი ძმაო, საწოლში ჩაწექი და კარგად დაისვენე. ასეც კარგად ვარ, ოსმან, მადლობ. მიდი ძმაო, ძლიერი უნდა იყო, დასვენება გჭირდება, ჰალილ იბრაჰიმ, მიდი. მიდი ძმაო, დაწექი, დაისვენე, მიდი. მიდი. დაისვენე ძმაო, დაწექი, მიდი. მიდი. მომისმინე, შვიდად იძინე, დილამდე ყურადღებას არ მოვადუნებ ძმაო. მიდი, ცილინებისა.